გამარჯობათ. ახლა მე გასწავლით ისეთი ფოტოპრეზენტაციის გაკეთებას, როგორც საიტზეა Flash-ით. ფიქრობთ, ყველას მოგეწონებთ. თქვა უნდა პირველ რიგში ხსნით ახალ დოკუმენტს Flash-ში. შემდეგ ცარიელი ფურცელი უნდა დავაყენოთ იმ ფოტოს ზომის მიხედვით, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ განკვეთილში. ამისათვის გავხსნათ ფოტოს პარამეტრები. აგერ გახსნილია. ან შეგვიძლია Ctrl+J დაჭერით გავხსნათ. ამ შემთხვევაში ფოტოს ზომები იქნება ასეთი. 420 315-ზე. ხოლო frame rate დავაყენოთ 54-ს. ახლა გადმოვიტანოთ Flash-ში ჩვენი სურათი. შევიდეთ File, Import to Stage. შევეცადოთ, რომ ფოტო კარგად გავუწოროთ. ეს ფურცელს. ესე. ახლა გავდაქვთ ეს ჩვენი ფოტო სიმბოლოდ, Flash სიმბოლოდ. მოიცადოთ, გავაქტიუროთ, დავაჯეროთ mouse მარჯვენა ღიას, convert to symbol, მოიკლით სიმბოლი იყოს მონიშნა. დავაჯეროთ OK. ეს შეიძლება მონიშნა. ახლა გადავიდეთ 50-ე ფრეიმზე. უბრალოდ მოვნიშნოთ ესე და დავაჭიროთ F5-ს. მივიღებთ ასეთ ბილიკს. ახლა ნელა დავიწყებთ ეფექტების დადებას. ამისათვის დავუბრუნდეთ პირველ ფრეიმს. მოვნიშნოთ properties პანელი. გადავიდეთ ფილტრების ფანჯარაში. გავაქტიუროთ ფოტო და დავამატოთ ფილტრი. პლუსის ღელახს ვაჭერთ. აქედან მივიღებთ blurs. შემდგომ ვაყენებთ პარამეტრებს ასე. 46-ზე ჩავჭერთ. ახლა შევქმნათ ახალი ფენა. მოვნიშნოთ პირველი ფენის პირველი ფრეიმი. ვაკოპირებთ copy frame და ვაკეთებთ paste. მეორე ფენაში, მეორე ფენის პირველ ფრეიმზე ვაკეთებთ კოპირებას. ასეთ რაღაც მივიღებთ. გადავიდეთ ახლა უკვე 50-ე ფრეიმზე, უკვე მეორე ფენის და აქ ვუჩავსოთ keyframe-ი. შეგვიძლია დავაჭიროთ F6, ასეთი პატარა გოლი გაჩნდება. და აქაც დავუდოთ ფილტრი blur. დავიდეთ, ვამიშნოთ ფოტო. აქ ხედავთ, რომ პარამეტრები 46-ია, როგორც წინაზე, მაგრამ პარამეტრები ხომ გავანულოთ. ნოლები დავახოთ. მივიღებთ ესეთ რაღაც. ხო, გაჩნდა. ახლა დავუბრუნდეთ მეორე ფენის პირველ ფრეიმზე. შევიდეთ პარამეტრებში, ისევ blur ფილტრი, ოღონდ დავაყენოთ 45-ზე. ახლა ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი უნდა ჩავსვათ motion twin-ი, ამისათვის დავაჭერეთ ნებისმიერ ადგილას მეორე ფენაზე, ნებისმიერ ფრეიმზე, მე mouse მარჯვენა ღილაკს create motion twin და მივიღოთ ასეთ ბილიქს. ახლა შევქმნათ პირველი მესამე ფენა, რომელსაც გამოვიყენებ ნიღბის შესაქმნელად.
ამ დროისათვის მთავარი კვანძი შექმნილია და ვფიქრობ შედეგი უკვე მიღებულია, მაგრამ დავამატოთ კიდევ ერთი პატარა დეტალი. მეორე ფენის გადავიდეთ ვთქვათ 220 ფენზე, ჩავსვათ ისეთ კეიფზე. რითაც გავაკეთებთ მცირეოდენ პაუზას ეფექტის დასრულების შემდეგ. ახლა არ ჩანს. ახლა პროგრამა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ეფექტი განახოთ, მაგრამ საიტზე ამას ყველაფერს კარგად ნახავთ. თუ გსურთ, ნუ რა თქმა უნდა, გსურთ შეინახოთ მიღებული ეფექტი, შევდივართ file იმ მანძილში publish previews ახლა ისეთ შევდივართ publish settings. აქ ვირჩევთ იმ ფორმატს, რომელშიც გვინდა რომ შეინახოს ეს ჩვენი ნამუშევარი. არის რამოდენიმე ფორმატი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა flash ფორმატი და უბრალოდ ვაჭრევით publish. და შეინახება თუ არაფერს არსებობს desktop-ზე შეინახება, გამოჩნდება desktop-ზე. მადლობას გიხდით.